დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. გამოძიების ინფორმაციით 2021 წლის სექტემბერში ჩუბინიძე და მიქაძე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასახეს მესამე პირზე, რის გამოც მიქაძე სავარაუდოდ ახალ ბრალსაც წაუყენებენ. დავით მიქაძის გვარი კიდევ ერთ რეზონანსულ საქმეში ფიგურირებს მიქაძეს, რომელიც საქართველოში ამ დროისთვის არ იმყოფება, დაუსწრებლად აქვს წარდგენილი ბრალი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, მისი ძმა კი ამავე საქმეზე უკვე დაპატიმრებულია. მიქაძე შეგახსენებთ, რომ მკვლელობის ორგანიზებასთან კავშირებს უარყოფს, მან დროებას მისცა ერთადერთი სატელევიზიო ინტერვიუ, სადაც ამბობდა, რომ ჯანგველაძის მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, არ ქონიათ საერთო ბიზნესი და პროკურატურის ბრალი ცილის წამებასა და ტყუილზეა აგებული. ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ნადიბაიძე მუშაობს ამ თემაზე, სწორედ ის გვიერთდება ახლა ამ საქმის დეტალებით პირდაპირ ეთერში. უახლეს საათებში დავით მიქაძეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ, ამ შემთხვევაში დაუსწრებლად და მის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ დაუსწრებლად, რადგან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ დავით მიქაძე არის ძებნილი, ის ბრალდებული არის და მძიმე მუხლი აქვს წაყენებული სხვა საქმესთან დაკავშირებით. ეს სხვა საქმე არის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე, სადაც მას ამ მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან, მას და მის ძმას. მისი ძმა გიორგი მიქაძე არის დაკავებული და საქართველოში იმყოფება, თუმცა დავით მიქაძე არის ძებნილი და მას დაემატა ახლა კიდევ ერთი ბრალი, აი ეს ახალი საქმე, რომლის შესახებაც ცნობილი დღეს გახდა შინაგან განსაკუთრებათა სამინისტროს ინფორმაციით. საქმე ეხება იარაღის უკანონო დაუფლება, გასხვისებას, მისი დაცვის წევრი არის დაპატიმრებული, მასაც ოფიციალურად ბრალს უახლეს საათებში წარუდგენენ და ასევე დავით მიქაძესაც ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ მისი ინტერესების დამცველს. მისი ადვოკატი გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სხვა საქმე და კავშირი მტკიცებულებების ნაწილში არ აქვს ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან, მისი ადვოკატი ამბობს, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება სწორედ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს, რადგან ამ მკვლელობის ორგანიზებას პროკურატურა დავით და გიორგი მიქაძეებს ვერ უმტკიცებს და ამიტომ გამოიგონეს ახალი საქმე იმისთვის, რომ ეს ბრალდებულები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ. შეგიძლიათ ახლა მოისმინოთ ადვოკატის კომენტარი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩავწერეთ. შემიძლია ვთქვა, რომ პირდაპირ უკავშირდება. იმიტომ რომ ჩვენ ეს მეთოდოლოგია ჩვენთვის ცნობილია. თუ გახსოვთ, გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში სასამართლო გაამართლა მკვლელი, მაგრამ ორი კვირით ადრე სახლში მივიდნენ, იარაღი ჩაუდეს და იარაღით გაასამართლეს. ანუ ეს არის ცნობილი მეთოდი, როდესაც უჭირს გამოძიებას ბრალდებაში. ახლოვდება ჩვენი სასამართლო პროცესი, იციან რომ არა აქვს მტკიცებულება და გამართლდება ეს ადამიანები, ვინც უკანონოდ იდევნებიან და ამიტომ მანიპულაციებს ეწევიან იმისთვის, რომ აი ესეთი ვიღაცის მონაჭორი, ვიღაცის როგორ გითხრათ, ახლა ჩვენ ჩავერთვით ალბათ ამ საქმეშიც და ყველაფერს დავადგენთ, მაგრამ ხა 5 თუ 4 წლის წინ ვიღაცას იარაღი წაართეს, მან არ განაცხადა, მე იმან გადაყიდა, ისე უჭირდა თურმე დავით მიქაძეს, რომ $200 გაყიდა, რაღაცას ღაპრებს ვისმენთ. მისი სახლის ჩხრეკა ჩატარდა გუშინ. რა მოიღეს და რა წაიღეს? არაფერი არ მოუღია. ეს არის მორიგი აწიოკება ამ ოჯახის. ამის წინ ორი კვირის წინ გიორგი მიქაძის სახლში ჩაატარეს ანალოგიური ჩხრეკა, იმის წინ საშხაპეში ჩაატარეს ანალოგიური ჩხრეკა, როგორ 8 თვის თავზე ახსენდება ჩხრეკები როა ჩასატარებელი. როგორც მოისმენთ, ადვოკატმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიქაძეების საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა არ აკონკრეტებს რა ამოიღეს სამართალდამცველებმა ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არასაჯაროვებს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადვოკატი აცხადებს, რომ დავით მიქაძის ახალი ბრალის და საქმის შემთხვევაში მას ეს იარაღი ჩაუდეს და ის უკავშირებს, როგორც ნახეთ, პირდაპირ ამ საქმეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობას. ის
ფიქრობს, რომ არ უმტკიცდებათ ძმებ მიქაძეებს დაკვეთილი მკვლელობის ორგანიზება და ამიტომ ახალი საქმე სჭირდება პროკურატურას იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივ დევნაში ყავდეს ძმები მიქაძეები. საზოგადოება შევახსენებ, რომ გიორგი მიქაძე ლევან ჯანგოლიძის მკვლელობის საქმეზე არის ბრალდებული და ისინასწარ პატიმრობაში და საქართველოში იმყოფება. დავით მიქაძე კი, რომელსაც დღეს ბრალი დაუმატეს სხვა საქმესთან დაკავშირებით, იარაღების საქმესთან დაკავშირებით, არის ძებნილი და მას უახლეს მომავალში, უახლეს საათებზეა საუბარი, ბრალს ოფიციალურად დაუსწრებლად წაუყენებენ. უახლეს მომავალში ასევე უნდა დაიწყოს ლევან ჯანგოლიძის მკვლელობის იმ საქმის განხილვაც, სადაც ეს ძმები სხვა პირებთან ერთად არიან ბრალდებულები. კეთი მადლობა, კეთი ნადიბაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ამავე თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგის პარალელურად უწყებამ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც საუბარია სწორედ ძმებ მიქაძეებზე. მოდით ახლა მოვისმინოთ ეს ჩანაწერი, რომელიც გელაძის უწყებამ გაავრცელა. პრაგონი გაატარეთ მახატო გალასაური მასა კორდების შენია ბაგერზე კიდო დიდი ხანი ეს დიდი მიქაძე პატარა მიქაძე და ჯოხაძე ესენი არიან ამგეს ვინც გვერდში დაუდგება იქის მაგნაჟი მაგ ჩემის მაგაცი უნდა იყოს ბალამუტა შეუთვალეთ მაგას და შემოგითვალავ ამ სიტუაციებში დადეკით ყველანი მაგი რო გეიგებს პირველ ჩემის მაგაცია მაგ ბავშვობის პატელნიკია და მე მაგას ჩემი სახელი შეუთვლი და ენცო ბიჭო მიქაძევის დედა ზევიდან ჯოხაძის დედა და ამათი სიტუაცია ბიჭო ეს პაროდი არიან ესენი და ნაბუ არის ნახოთ ვინ რასიზავს მაგას გიგაგებინებთ ყველაფერს